ევროპელი ლიდერები ღაზაში არსებულ ვითარებას სავალალოდ, სამარცხვინოდ და კატასტროფულად აფასებენ და აცხადებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა და შიმშილის დონე მიუღებელია. თუმცა მიუხედავად დამოუკიდებელი საგამოძიებო კომიტეტის დადგენილებისა, რომ ისრაელი ადამიანის უფლებების პუნქტს არ ღვევს, ისინი მაინც უარს ამბობენ სრულად და ნაწილობრივ შეჩერდეს ევროკავშირისა და ისრაელის ასოცირების შეთანხმება. ბრიუსელში გამართულ სამიტზე მათ ჰამასს მოუწოდეს გაათავისუფლოს ყველა მძევალი და ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდეს. როგორც იცით, ისრაელი ჩვენი მეგობარია, თუმცა აუცილებელია, რომ გულწრფელებიც ვიყოთ. ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება. ამ ასოცირების შეთანხმების მეორე მუხლის თანახმად, ორივე მხარემ პატივი უნდა სცეს გარკვეულ ღირებულებებს. არავის შეუძლია უგულებელყოს ის, რასაც ტელევიზორში ვხედავთ და რასაც პრესაში ვკითხულობთ. ეს ისრაელის მიერ ღაზაში ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევაა. სამიტს ონლაინ რეჟიმში ასევე შეუერთდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რათა განეხილათ კიევის პროგრესი ევროკავშირში გაწევრების გზაზე. თუმცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ იგი მხარს არ დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას, რადგან ეს უნგრეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ლიდერებმა ასევე განიხილა შეერთებულ შტატებთან მიმდინარე მოლაპარაკებების სავაჭრო ომთან დაკავშირებით. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე წამოაყენა იდეა, რომ ამერიკის ადმინისტრაციის პროტექციონისტული პოზიციის ფონზე ჩანაცვლდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. მე აღვნიშნე, რომ ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ეს როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეორგანიზაციის დასაწყისი. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, რომ რეფორმები სწორად წარიმართოს. არ უნდა გავიმეოროთ შეცდომები, რომლებიც შეიძლება ამ ორგანიზაციაში დაშვებულიყო. პირიქით, უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ თავისუფალი ვაჭრობა დიდ მოცემულობებზე შესაძლებელია. თუ წესებს დავიცავთ. და ეს არის პროექტი, რომელშიც, ჩემი აზრით, ნამდვილად უნდა ჩავერთოთ, რადგან ტრანსწყნარი ოკეანის შეთანხმების ქვეყნები და ევროკავშირი ჩემი გუნდია. შტატებთან სავაჭრო ომის საკითხის გადაწყვეტის ბოლოვა და 9 ივლისს იწურება. ჯერჯერობით ისევ უთანხმოება იმის თაობაზე, უნდა მოითხოვოს თუ არა ევროკავშირმა სწრაფი შეთანხმება მოვლენების პროგნოზირების უზრუნველსაყოფად. თუ უნდა გააგრძელოს რთული მოლაპარაკებები უკეთესი შეთანხმების მისაღწევად.